ახალქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 12 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი და რეკრუტების ფიცის დადების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. ფიცის დადებამდე წვეამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში მრავალი დისციპლინა შევისწავლეთ. ამ დისციპლინების ჩამონათვალს რომ აღარ ჩაუღრმავდეთ, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული, ასევე თავდაცვის ძალებისთვის და საწყის საბრძოლო მომზადებისათვის მნიშვნელოვანი დისციპლინებია, რომლებიც გამოგვადგება სამომავლოდ. დღეს დავდე ფიცი. ეს იყო ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის მნიშვნელოვანი დღე. აქ გავატარე 6 კვირა და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე სამხედრო თემები. ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებენ. თავიანთი სურვილი იყო რომ გადაწყვიტეს და წამოსულიყვნენ. ყუპები არიან და თავისთავად მშობლებისთვის ძალიან ცოტა ისეთი ის არის რომ გაუშვა ორივე ერთად სამხედრო სამსახურში და დიდად კმაყოფილები არიან თვითონაც და ჩვენც.